გაოგნებულები არიან ჯერ ფლორის, ფაუნის სიმდიდრით გიორგი. მარცხნივისენი ხედავენ უზარმაზარ ჰიმალაის მთებს. მარჯვნივ ხედავენ თვალუწვდენელ ტროპიკულ ველმინდვრებს და ტყეებს. მიადგა მდინარეს. მარჯვენა სანაპიროზე არის ალექსანდრე და გადაღმად გაზრის პოროსის ჯარი ამოსული. დიდი მეფე პოროსი. 30,000 ქვეითით არის მოსული და 200 სპილოთი. სპილოა ყველა ვიცით რომ ხელაა. საომარ სპილოს დიდნენ პატარაობიდან. წვრთნიდნენ, ზრდიდნენ. ეს მარტო სპილოები არ არის. მათ ზურგზე ადგათ კოშკები და ამ კოშკებში შედან მშვილდოსნები და მოისრეები და ფაქტიურად ტანკებია ეს. მაკედონელების ცხენებს ჰქონდათ შიში სპილოს ხმის და სუნს ვერ იტანდნენ სპილოებს, ანუ მაკედონური კავალერია იყო გამოუსადეგარი ამათთან ბრძოლაში. დამემორჩილე ხარკი გადაიხადე, მოვდივარ მე მხედრობით, შემხვდი შენი სამეფოს საზღვართან. ოროსი უთვლის, რომ მაგ შენი სამი მოთხოვნიდანო ერთ შეგისრულებ. საზღვარზე შეგხვდები, ოღონდ ჯარით შეგხვდები. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. მოგესალმებით დროების YouTube არხის მაყურებლებს, მსმენელებს, ჩვენს აქტიურ გულშემატკივრებს, დასაწყისშივე გეტყვით განსაკუთრებულ მადლობას იმ გამოხმაურებისთვის, შეფასებებისთვის, რომელსაც კუბას სანიკიძის, ისტორიკოს კუბას სანიკიძის მონათხრობის მოაყოლებთ ხოლმე, ასე ვთქვათ, როგორც ცოცხლად ეთერში ამ გადაცემების გასვლის მომენტში, ასევე იმის შემდეგაც, ვინც ნახულობს ამ გადაცემებს. ბატონი გუბაზი უძღვება გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში დროების YouTube არხზე. ამ გადაცემებს ყველაზე დიდი ნახვა აქვს, ყველაზე მეტად არის პოპულარული, არა მარტო დროების YouTube არხზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთოდ ქართულ YouTube სივრცეში ეს ყველას გვაიმედებს. ერთის მხრივ, რომ ქართულ ენოვანი მოსახლეობა და YouTube-ის მოხმარებელი, მათში მე მარტო მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს ნამდვილად არ ვაქცევ, ძალიან დაინტერესებულია ისტორიით, დაინტერესებულია მეტი ცოდნის მიღებით და ეს ჩვენ გვიზრდის мотивაციას კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, ამაში ერთ-ერთი სპონსორით შემოგვიერთა, რომელიც ამის ტექნიკურად უზრუნველყოფის საშუალებასაც გვაძლევს, მადლობა მას კიდევ ერთხელ და გადაცემის დასაწყისში მინდა მათ, რომლებიც ახლა შემოგვიერთა პირველად და ჯერ არ აქვთ გამოწერილი, ან ისე უყურებენ ხოლმე გადაცემებს, რომ ავიწყდება თავად YouTube არხის გამოწერა, ვთხოვო, რომ გამოიწერეთ, მოიწონეთ, გაუზიარეთ ახლობლებს და მეგობრებს, ამით ყველას გაუადვილებთ ჩვენი კონტენტის წვდომას. რაც შეეხება დღევანდელი ლექციის თემას, ჩვენ ალექსანდრე მაკედონელთან ერთად ვართ უკვე ინდოეთში. მართლაც ეპოქალური მასშტაბის ლაშქრობა ალექსანდრე მაკედონელმა ირანის იმპერიამ მთლიანად დაიპყრო და არა მარტო დაიპყრო, არამედ განაწესა, შეიძლება ითქვას, მართვა გამგეობა ადგილზე და ახლა უკვე არა მარტო სპარსული შენაერთებით, გუბაზი იტყვის კიდევ დამატებით, რომელი, ასე ვთქვათ, ეთნიკური კონგლომერატის წარმომადგენლები მონაწილეობენ უკვე მის ახალი ეტაპის ლაშქრობაში, გადალახა საზღვარი, ასე ვთქვათ, იმპერიის და გადავიდა ინდოეთში. ინდოეთში ბრძოლების პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპი ძალიან რთული იყო, მაგრამ მან მოიგო, წარმატებას მიაღწია და მიუახლოვდა დიდ მდინარეს განგს. ინდს, კი ბატონო, განგი აქეთ არის. ინდს მიუახლოვდა. და გავჩერდით ზუსტად აი ამ მდინარის სანაპიროზე, გუბას გისმენთ დიდი ინტერესით. დიდი მადლობა, მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, თანადგომისთვის, მოსაზრებებისთვის. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ძალიან მოხარული და გახარებული ვარ თქვენი მოსაზრებებით, რჩევებით, ანალიზით
რომ უკვე ასე ჩაერთეთ ამ ჩვენს საერთო მოგზაურობაში ძალიან ბევრი კარგი მოსაზრებებია, რჩევებიც არის, შეკითხვებიც არის. მე ისევ მინდა გავიმეორო დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ თემურ ჭყონიას თანადგომისათვის, რომ ჩვენი გადაცემა მოგზაურობა წარსულში უკვე მყარად დადგა ფეხზე, მაგრამ ასევე გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ სხვა ქართველი ბიზნესმენები ჩაერთვებიან ამ საქმეში, იმიტომ რომ მიუხედავად ჩვენი თავდაბლობისა, მაინც ამბიციები გვაქვს, რომ განვავითაროთ ეს ჩვენი კურსი, სიახლეები შემოვიღოთ, მაგალითად არ დაგიმალავთ, მე და ბატონ გიორგი ვფიქრობთ მერე, როცა ამის საშუალება გაჩნდება, რომ ჩვენ დოკუმენტალისტიკაზე დავიწყოთ უკვე მუშაობა და დოკუმენტური ფილმების სახე მივცეთ, რა თქმა უნდა, ასეთი მოცულობითი არ იქნება, მაგალითად ალექსანდრეს ლაშქრობაზე შეიძლება სრულფასოვანი 3-4 დიდი დოკუმენტური ფილმი გაკეთდეს. ძვირფასო მეგობრებო, ახლა მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ეს ჩვენი გადაცემა გარკვეულწილად არის უნიკალური, არა მარტო ქართულ სივრცეში, არამედ მე რამდენადაც ვიცი ინგლისურენოვან და რუსულენოვან სივრცეში, სამეცნიერო სივრცეში, იმიტომ რომ ასეთი მოცულობითი გადაცემები მე ძველ სამყაროზე არ მინახავს, არ გამიგია და როგორც ჩანს არ არის, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გამოდის ძველი ბერძნული ცივილიზაციაზე, როცა ვლაპარაკობთ ახლა ალექსანდრეც ბერძნულის ნაწილია, აგერ უკვე აი 40 მიუკაკუნა 40 მოგზაურობას, 40 ლექციას და მე არ ვიცი ასეთი მასშტაბის. ამიტომ გარკვეულწილად პიონერები ვართ ახლა ამ საქმეში, რასაც ვაკეთებთ, ახლა ზოგი არის ასეთ მოსაზრება, რომ ცოტა ხო არ გაიწერლა თქვათ ალექსანდრეს ლაშქრობა. ჩვენი ამბიცია მდგომარეობს იმაში, რომ დარჩეს მოგზაურობათა კურსი, ლექციათა კურსი, რომელიც მარტო დღევანდელ ქართველებს, არამედ შემდეგაც, ვისაც დააინტერესებს ალექსანდრეს ლაშქრობა, ძველი საბერძნეთი, მერე რომი ჩაერთვება ამ საქმეში, ხო? დარჩეს აი როგორც ამბავი და არა ჩვენ არა გვაქვს პრეტენზია ვინმეს ისტორია ვასწავლოთ, ჩვენ არა ვართ მასწავლებლები, იმიტომ რომ სწავლა სხვა არის და მეორე არის რომ ჩვენ ამბავს ყვებით. ჩვენ არ გასწავლეთ არაფერს, ჩვენ უბრალოდ ამბავს გიყვებით ამ ისტორიული მოვლენებისა, ისევ გავიმეორებ, რომ ძალიან ბევრი ვერსიებია ერთმანეთის გამომრიცხავი ცნობებია ამა თუ იმ მოვლენაზე, მაგრამ ისევ ვიმეორებ, საინტერესო რო იყოს, ამიტომ ერთ ვერსიას მივყვებით, ყველაზე მეტად პრიორიტეტულს და ყველაზე მეტად გავრცელებულს. ამიტომ არის რაღაცა მოვლენები, რომელიც შეიძლება გამოვტოვოთ, ჩვენ არ ვიკვლევთ ახლა ისტორიას, ჩვენ ვყვებით ისტორიას, იმიტომ კვლევა სხვა რამეა. თუ ისტორიას იკვლევ, ეს უკვე სპეციალისტების საქმეა და ეს ისტორიკოსთა ვიწრო წრეს ეკუთვნის, მაგრამ ახლა ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ აი მასამ ადამიანების დიდმა რაოდენობამ გაიგოს, ხო, ისტორიას ეზიაროს, თქვა, წარსულს ეზიაროს. საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანა არის ის, რომ რახან პრიორიტეტი მივანიჭეთ ევროპას, აი გვინდა რომ ჩვენმა თანამემამულეებმა იცოდნენ ევროპის საფუძვლები, რაზე დგას ევროპა, საიდან მოდის, ხო, რა არის მისი ბალავერი. ბალავერი როგორც წესი არასდროს არ ჩანს საფუძველი, მაგრამ თავარი შემადგენელი ნაწილი ნებისმიერი შენობის არის ბალავერი და რაც დამალულია და არა ჩანს, აი ის გვინდა რომ გაუწყოთ და მოგიყვეთ, ხო? ამიტომ ესეთი პრეტენზიები გვაქვს, ახლა გვაპატიეთ თუ გავკადნიერდით, მაგრამ მგონია რომ რაღაცა კარგს ვაკეთებთ. ამიტომ ეს მინდოდა მე თქვა თავიდან. ახლა დაუბრუნდეთ ჩვენს მოგზაურობას, ხო? პერიოდულად შეკითხვებიც არის ჩვენი მსმენელისაგან, ხო და პერიოდულად ჩვენ შევეცდებით, რომ გარკვეულ შეკითხვებს, რომელიც მოცულობითია და გარკვეული სიმძიმესაც ატარებს, იმაზე პასუხები გაგცეთ, ხო?
მაგრამ ახლა დაუბრუნდეთ ჩვენს ლაშქრობას ალექსანდრესთან ერთად ახლა. 327 წლის შემოდგომისათვის გვიანი შემოდგომისათვის ალექსანდრე უკვე თავისი ჯარით მიადგა მდინარე ინდს, დიდ მდინარე ინდს. აქ არის ეს არის ინდი. აგერაი ჩამოედინება და ეს არის განგი, აი ეს მდინარე. ხო. ესეც ერთ-ერთი მესოპოტამია არის, რამაც შექმნა ინდური ცივილიზაცია, ხო? ინდზე უნდა გადავიდეს, ახლა ინდის დასავლეთი სანაპირო უკვე დაიმორჩილა ალექსანდრე. მე რამდენი წელია მისი ლაშქრობის კიდევ ერთხელ სუმაუცებს ხოლმე დროის რა მოკლე მონაკვეთში მოახერხა ალექსანდრე მაკედონელმა. 34-ში დაიწყო, 7 წელია უკვე ომობს რა. 7 წელია ომობს, მაგრამ უზარმაზარ გეოგრაფიას მოიცავს მაშინდელი გადაადგილებების სირთულისა და ახლა მაგალითად ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის კვალობაზე როცა ძალიან დეტალურად ვხედავთ, გვაჩვენებენ უკვე რამდენად გეოგრაფიულად რთული ტერიტორია არის ეს ყველაფერი. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით მარტო აი ზაგრუსის თათა ხერგილის კაულა როგორ მოახერხეს, რანაირად სრულად წარმოუდგენელი შედგება. ზამთარში ატარებდა ჯარს, კაცო, ხა უდაბნოები, გადავიდა, მასივები, ურთულესი გეოგრაფია. ყველაფერი გაიარა. ახლა 1-2 ასეთი კომენტარიც იყო, რომ სპარსეთის იმპერია ადვილად დაიპყრო, 3 ბრძოლა დაჭირდა. ძვირფას მეგობრებო, ძველ სამყაროში სამხედრო მოქმედებები სხვანაირი იყო და თანამედროვე სამყაროში სხვანაირი იყო. 3 ბრძოლის გადახდა ერთი ქვეყნის დაპყრობისთვის საკმაოდ ბევრი იყო, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ვიცით ისტორიაში, რომ ერთი ბრძოლით იმარჯვებდა გამარჯვებული და მარცხდებოდა დამარცხებული, ხო, ახლა ერთდროულად ახლა გავგაბელაში რამხელა მასა იყო, ხო, ერთდროულად ამხელა მასა ადამიანების, როცა ერთმანეთს ებრძვიან ისოში, იგივე გრანიკოში, ხო? საკმაოდ ვერ ვიტყვით, რომ იოლად დაიმორჩილა სპარსეთის იმპერია, იმიტომ რომ სპარსეთის იმპერიამ წინააღმდეგობა გაძია, რა თქმა უნდა. ამიტომ დავამცირებთ იმ რისკებს, რა რისკებიც ჰქონდა ალექსანდრეს და მის ჯარს, რა. მაშინდელი სუპერსახელმწიფო, მსოფლიოს სუპერსახელმწიფო პირწმინდად იქნა დამარცხებული ალექსანდრეს მიერ და მისი ჯარის მიერ, ამიტომ საკმაოდ რთული ლაშქრობა იყო ეს. ახლა ჩვენი გადმოსახედიდან ასე ჩანს, რომ როგორ ადვილად, არავითარი ადვილი არ იყო ეს, ძალიან რთული იყო და სამივე ბრძოლის დროს არ იყო ომის ბედი გადაწყვეტილი და არამე არ იცის როგორ დამთავრდებოდა ეს ამბავი, ხო, გინდა გრანიკოსთან, გინდა ისოსთან და გინდა გავგამელასთან. ახლა ინდოეთში ვართ, ჩვენ ვართ უკვე მდინარე ინდზე, მის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც მდინარე კოფენი, ანუ ქაბული უერთდება დინს და ინდს. 327 წლის შემოდგომა არის და მას აქ უკვე დახვდა ხიდები აშენებული, ჩვენ გვახსოვს ერთ ჯარის ერთი ნაწილი მან გააგზავნა ხიდების ასაგებად და ფლოტიც დახვდა იქ. უკვე აგებული, რომ ეს მართლა წყალუხვი მდინარე იყო და საკმაოდ დიდი სამუშაოები იქნა გაწეული იმისთვის, რომ ხიდიც გადებულიყო, მაგრამ მარტო ერთი ხიდი არ იყო საკმარისი აქ. მცირე გემებიც აშენდა, ნავებიც აშენდა, დიდი ტივები აშენდა, კავალერიის გადასაყვანად, ანუ გრანდიოზული სამუშაოები იქნა. ლოგისტიკური სამუშაო ჩატარდა საინჟინროც. ხო, და ამიტომ ის მან დაასვენა ჯარი ინდის სანაპიროზე ახლა და გარდა ამისა ის კიდევ ველოდება დამატებით კონტინგენტებს. იმიტომ რომ მდინარე ინდის გადაღმა უკვე ნამდვილი დიდი ინდოეთი არის. სიღრმეები იწყება, სივრცეები იწყება და თავარი სამხედრო ხიფათიც ინდის გადაღმა არის. ახლა მან ეს რაც გაიარა, ახლა მთელი ინდოელები დაიმორჩილა, ხო?
ასაკენები თქვათ იგივე ასპაზილების ტომი და ასე შემდეგ ხო მთიელებთან ბრძოლა ყოველთვის რთულია თავისთავად მაგრამ შეიძლება დიდი ინუეც ის ახლა შედის ასაკენებმა დიდ წინააღმდეგობა გაუწიეს იქ მაგრამ ხო მობილიზაცია და თან ის ღებულობს ნებაყოფლობით ქვეშემრდომებს ინდის გადაღმა ქვეყნებიდან, სახელმწიფო სამეფოებიდან და მასთან ჩამოდიან უკვე ვიღაცები წინასწარ უცხადებენ მორჩილებას. და მთავარი ასეთი პერსონა არის ტაქსილეს მეფე. ხა ცოტა უცნაური ამბავია ეს ტერმინი ტაქსილე. თვითონ ამ სამეფოს ქვია ტაქსილას სამეფო და დედაქალაქს ქვია ტაქსილა. მაგრამ ბერძენი ავტორები იყენებენ ამ მეფის აღნიშნულათაც სახელ ტაქსილეს ეძახიან, თუმცა ვიცით რომ მას ომფისე ქვია. მაგრამ ტაქსილას მეფე ტაქსილე. ცოტა უცნაური ამბავია, სამეფოს სახელს ეძახიან მეფეს. ხო, მთავარი ვინც მორჩილება ინდის გადაღმა ქვეყნებიდან მთავარი პერსონა რაჯა, ანუ მეფე, ეს არის ტაქსილე. თავარქვათას მეფე ტაქსილე, რომელმაც ელჩები გამოუგზავნა და დიდი წვენი გამოუგზავნა ალექსანდრეს. ამ დროს ინდოეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ინდური სახელმწიფო. ბევრი, არავინ არ იცის, ახლა არის ასეთი მოსაზრება 16 უნდა იყოს. ზოგადად მთელი ინდოსტანის ტერიტორიაზე ისიც მის ჩრდილონაწილში, სამხრეთში დრავიდებში რა ხდებოდა არ აქვს ინფორმაცია. ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ, როცა არიელები შეიჭნენ ინდოსტანის ნახევარკუნძულის 2/3 არიელებმა დაიკავეს, ხოლო დრავიდებმა ჩაიწიეს, დაიხიეს სამხრეთში, მაგრამ აქ არის საუბარი, რომ 16 უნდა ყოფილიყო, მაგრამ არიან ინდოელი მეცნიერები, რომლებიც თვლიან 40 სახელმწიფო უნდა იყოს. ძალიან საინტერესო იყო თავის ბუნებით, აქ იყო მონარქიებიც, დინასტიებიც, იყო არჩევითი მეფეებიც და რესპუბლიკებიც. აუ პრეზიდენტებს ირჩევდნენ. ძალიან საინტერესო. ხო. მაგრამ მთავარი პერსონა, ვინც ინდის გადაღმა ქვეყნებიდან მორჩილება გამოაცხადა, ეს არის მეფე ტაქსილე. ასე დავარქვათ, ხო, ომფისე ქვია, მაგრამ ტაქსილეს ეძახიან და ჩვენც ასე. მან გამოუგზავნა ელჩები და გამოუგზავნა დიდი საჩუქრე 200 ტალანტი ვერცხლი გამოუგზავნა მეფეს. 3000 ხარი. 10000 ცხვარი, 30 საომარი სპილო და 700 მხედარი. თან ტაქსილემ შემოუთვალა ალექსანდრეს, რომ მეფე ტაქსილემ შემოუთვალა როგორც კი ინდზე გადმოხვალ, მე ჩაგაბარებ ჩემს სამეფოს, ჩემს დედაქალაქს და ჩემს თავს. მორჩილება ხა. რა მოტივაცია აქვს ტაქსილეს, რატო დამორჩილდა ალექსანდრეს, იმიტომ რომ როცა ალექსანდრე ინდოეთს მიადგა, ხა 16 სამეფოა თუ 40 ხა ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ქიშპია მათ შორის. ტაქსილეს მოწინააღმდეგე არის ძალიან ძლიერი მეფე პოროსი. როგორც ასე ხდება, როცა შიდა დაპირისპირება არის, ერთ-ერთი მხარე გარეძალას მოიხმობს ხოლმე რა. ასე დაემართა საბერძნეთს თავის დროზე, ხო? როცა თესალია გადავიდა მაკედონიის მხარეს. გახსოვთ ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. ჩვენ ისტორიაში კიდე სავსეა ამით. სავსეა ამ ტიპის გარე ბალანსების. ჩვენ ამით ვერ გაგვაკვირვებს ვერავინ უცხო ძალის მოწვევა. ხო. ტაქსილეს მოტივაცია არის, რომ მას სჭირდება ალექსანდრე პოროსის წინააღმდეგ. რახან პოროსი არ დამორჩილდა, ესე იგი მე დავემორჩილები და ალექსანდრეს ისკანდერის, ამ დიდი ისკანდერის დახმარებით მე პოროს გავუსწორდებ. თუმცა ალექსანდრეს სხვა გეგმები აქვს აქ, რა თქმა უნდა. გამორიცხეთ, რომ ტაქსილეს ჭკუაზე იაროს ალექსანდრე. ჩამოვიდნენ ასევე პენჯაბელი რაჯები, ბევრი. შედარებით ნაკლები მასშტაბების და მოცულობის და გაბარიტების სამეფო სამთავროები
ეყმნენ მეფეს, მაგრამ ეს პოროსი არაჩა, ორი დიდი და ძლიერი გავლენიანი მეფე არაჩანს, ეს არის პოროსი და ეს არის აბისარ ქაშმირელი. ჩვენ წინა ლექციაშიც ვილაპარაკეთ. ეს აბისარ ძალიან უცნაურად იქცევა ხოლმე, ხან მუქარა აქვს ალექსანდრეს მისგან და ხან კიდევ მეგობრობას უთulis ეს აბისარ ქაშმირელი. ინძე უნდა გადავიდნენ, ახლა 326 წლის გაზაფხულზე დაიწყო გრანდიოზული გადასვლა. გიორგის უკან არის ერთ-ერთი მომენტი, ხო, უფრო ეს ჰიდასპეზე გადასვლა არის, ხო. გრანდი ისე როგორი სანახაობა იქნებოდა, ამხელა ჯარით, ამხელა ლოჯისტიკა, ჯარი მარტო მეომა. ჯარზე ვსაუბრობთ, რომ შევახსენოთ მაგალითად. 120,000 არის საუბარი. ინდზე გადადის 120,000-ით, მაგრამ არც ერთ ბრძოლაში ყველას არ უყრის თავს. იმიტომ რომ კომუნიკაციებისთვის ის დიდ გარნიზონებსაც ტოვებს და მე თუ დააკვირდებით ალექსანდრე ძალიან ხშირად ყოფს ჯარს. რამოდენიმე ნაკადით შედის საომრად და მე ამ ტაქტიკას მოგვიანებით ძალიან გვიან წარმატებით იყენებს ნაპოლეონი. ჯარის დაშლა და მე უცებ გაერთიანება რაღაც წერტილში. ხო. გადადის გრანდიოზული გადასვლა არის, ხო, ახლა გადასვლამდე მან შეწირა მსხვერპლი, დიდი შეწირვა მოაწყო ინდის მარჯვენა სანაპიროზე და მერე დაიწყო დიდი გადასვლა ჯარის. გადადიან ხიდით, გადადიან მცირე გემებით, ნავებით და ტივებით. თვითონ მეფე გადადის თავისი ამალით გადადის ორი იახტით 30 ნიჩბიანი გემით აღწერილი არის ესა, სადაც ის და მისი თანამებრძოლები არიან. როგორც კი მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ, იქაც მსხვერპლი შეწირა. წარმატებული გადასვლა. იმიტომ რომ ძველ დროში მდინარის გადასვლა იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნებისმიერი გენერლისთვის, სარდლისთვის, მეფისთვის, იმიტომ მაშინ არც ხიდები იყო, არც კომუნიკაციები იყო, არაფერი. ხიდები საერთოდ გვიანდელი მოვლენა არის. ხო. მსხვერპლი და დაიძრა ტაქსილასკენ, ქალაქ ტაქსილასკენ, ესე იგი ჩვენ მეფეს მოიხსენიებთ ტაქსილე და ქალაქს მოიხსენიებთ ტაქსილა, როგორც ძველი ავტორები მოიხსენიებენ და დაიძრა ქალაქ ტაქსილასკენ. და უკვე გავიდნენ ამ ველებზე, ინდოეთის ველებზე. გაივაკეს, ხო, მაგრამ გაოგნებულები არიან ჯერ ფლორის, ფაუნის სიმდიდრით, გიორგი. მარცხნივ ისინი ხედავენ უზარმაზარ ჰიმალაის მთებს. ხო. მარჯვნივ ხედავენ თვალუწვდენელ ტროპიკულ ველმინდვრებს და ტყეებს და გრანდიოზული საინტერესო რა არის, მათ პირველად გზაში ნახეს 1000-ობით მლოცველი. მლოცველი. ინდუიზმის მიმდევრები და 10,000-ობით მლოცველი ხილეს შიშვლები, რომლებიც ამ ჯარის დასანახად მოძრაობს, ალბათ სალოცავად მიდიან მასობრივი გადაადგილება მლოცველების და აღწენენ რას, რომ როცა მაკედონელები მიდიან, ისინი ის მლოცველები არ უყურებენ ამათ. შიშს არ აფიქსირებენ ინდოელი მლოცველები და საკმაოდ დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა ამან მაკედონელების ჯარზე, რომ ეს რა არის. ჩვენი არ ეშინიათ, არ გარბიან, სადღაც მიდიან. შიშვლები. ჩვენ საკ ყოფნას არ აღიარებიან. არ აღიარებიან. ამ ქვეყნად არ არიან. როცა შიშველს ვამბობ, გაზგულისმოთ. მართლა შიშველი. ცირეთ შემოსილები. საერთოდ შეუმოსავები. შოთაშვილის დღესაც არის ინდოეთში არის რამოდენიმე ეგრეთ წოდებული წმინდა ადგილი, სადაც შიშვლები დადიან. ბრაჰმანიზმის მიმდევრები ახლა ბუდიზმი და ჯაინიზმი უკვე არის, მაგრამ ახლა ბუდიზმი
გვიან დაწინაურდება ინდოეთში, როცა მაურიების დინასტია მოვა, ეს ალექსანდრეს სიკვდილის მერე ხდება დიდებული დინასტია მოდის. ჩანდრაგუპტა მაურია და მერე მისი შვილი იყო ხო აშოკა, აი მაშინ ბუდიზმის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადა, მაგრამ ინდოეთი მაინც ინდუიზმის ვედების ცივილიზაცია ეს. ამან საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მაკედონელებს, რა არის, რატო არ ეშინიათ ჩვენ, რატო არ გვიყურებენ საერთოდ. ანუ ჯარი იქეთ მიდის, ეს აღაც მიდია, ეს მლოცველები. ხო, ჩავიდა, მიადგა ტაქსილას და გამოეგება ეს მეფე ტაქსილე, ესე იგი მოკაზმული სპილოებით და დიდი სიმდიდრით და თავისი ამალით ეს ბრწყინვალე ქშატრიების კასტა ამოეგებდნენ და დაემორჩილნენ მეფეს და შეუძღვა ქალაქში. აღწერენ რომ ეს ქალაქი იყო ფანტასტიკური ქალაქი. ეს ტაქსილა ქალაქი სახელმწიფოსაც ტაქსილა ქვია და მეფეს ტაქსილეს ეძახი. და აქაც დაიბანაკა და დაიწყო მიღება ის უკვე ინდის გადმოღმა ქვეყნების რაჯები მოდიან, ელჩები მოდიან. მოვიდა სხვათა შორის აბისარის ელჩებიც. აი ზუგავრკვევლად რო არ. იმანაც დიდი საჩუქრები გამოუგზავნა ალექსანდრეს და ეყმო, მაგრამ თვითონ არ აჩანს ეს აბისარი, ძალიან საინტერესო კაცია ეს. ალექსანდრემ მიიღო ეს რაჯები, მეფეები, იმდებარე ტერიტორიების, მეზობელი სახელმწიფოების, მოისმინა მათი მოსაზრებები, შეივრდომა. რაც თავარია გააკეთა ერთი საზღვრების გადასინჯვა დაიწყო. ამ ინდურ სახელმწიფოებს შორის. ხო, და რაღაცები მოასწორა გიორგი. ვიღაცა ალბათ უკმაყოფილო დარჩა, ვიღაცა კმაყოფილი დარჩა. ხო, ფავორიტი ეს ტაქსილე არის, რა თქმა უნდა, ტაქსილეა მთავარი მოკავშირემის. და საინტერესო რა არის, რომ დინარე ინდიდან, ესე დინარე ინდამდე ტერიტორია რაც არის, მან პაროპამისადების სატრაპია შექმნა და აქეთ გადმოღმა შექმნა ახალი სატრაპია ინდოეთი დაარქვა. ინდიდან დინარე ჰიდასპემდე მივალ ჩვენ დაარქვა ინდოეთი. ანუ ტერმინი ინდოეთი ნათლია არის ალექსანდრე მაკედონელი. მანამდე სპარსელები ეძახოდნენ, მაგრამ ამან დაარქვა უკვე ინდოეთი და აქ დატოვა ფილიპე მისი თავისი ერთ-ერთი ჰეტერი ეპისკოპოსად. ხოლო პაროპამისადების სატრაპად სპარსელი ტირიასპე ყავს. ანუ ორი ახალი სატრაპია შექმნა. და ახალი სატრაპია შექმნა, მაგრამ საინტერესო რა არის, ამ სატრაპიაში ეს დამორჩილებული რაჯებიც და ეს ტაქსილეც გაერთიანდა. ანუ დამოუკიდებლობა, ავტონომია დაუტოვა, მაგრამ სატრაპიაში შეიყვანა, ახალ სატრაპიაში ახალ. სოთეშვილის ამაზე მინდოდა რამოდენიმე გადაცემა გამეცა პასუხი, მაგრამ მაპატიეთ მავიწყდებოდა ხოლმე ახლა. გეტყვით, რამდენი სატრაპია იყო? ერთი ჩვენი აქტიური მსმენელმა რამოდენიმეჯერ დასვა ეს შეკითხვა. არავინ არ იცის რამდენი სატრაპია იყო. ჯერ კიდე დარიოს პირველის დროს ვიცით ჩვენ რომ იყო 20 სატრაპია. დარიოსმა 20 სატრაპია დაყო, მაგრამ და ჩამონათვალიც არის, მაგრამ მე როგორც ჩანს რიცხვი იცვლება. და გაცილებთ უფრო მეტი სატრაპიებია.
თავად ალექსანდრეც სპარსულ სახელწოდება სატრაპიას უწოდებდა ამას. დატოვა ადმინისტრაცია დატოვა, ხო, 200 წელი ეფექტურად მუშაობდა ეს ადმინისტრაციული სისტემა, რატო გამოცვლიდა, ხო, ახლა მით უმეტეს ადმინისტრაციული მართვის სისტემა ბერძნებს მანდამაინც არ ჰქონდათ, ახლა იმათმა პოლისური სისტემა იცოდნენ, ახლა მაკედონიის სისტემას ვერ გადმოიღებდა, ამიტომ სპარსული დატოვა, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ არ ვიცით ალექსანდრეს დროს რამდენი სატრაპია იყო მის სამეფოში. მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტი იყო ვიდრე დარიოს პირველის დროს, ხო. ხო, ახლა იქ დაასვენა ისევ ჯარი და გადაწყვიტა უნდა აი აგერ არის ეს არის მდინარე ინდი, ძვირფასო მეგობრებო, ეს არის მდინარე ჰიდასპე. შესართავი არის. მდინარე ჰიდასპეს გადაღმა არის დიდი სამეფო, პოროსის სამეფო, რომელიც არ დაემორჩილა ალექსანდრეს. ხო, ახლა პოროსის სამეფოზე ასე ყვებიან ბერძნული და რომაული წყაროები, რომ ეს არის დიდი სამეფო, 5000 ქალაქის სამეფო. ახლა 5000 ქალაქი როგორც ჩანს არ იყო, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 5000 დასახლება იყო, დიდიც და მცირეც. დიდი სამეფო არის. მდინარე ჰიდასპეს აღმოსავლეთით, ანუ მის მარცხენა სანაპიროზე. ახლა მდინარე ასე მოდის, აქეთა სანაპირო არის მარცხენა და იქეთ არის მარჯვენა. მან პოროს ალექსანდრემ ჯერ კიდე ქალაქ ტაქსილადან გაუგზავნა მოთხოვნა პოროს, რომ დამემორჩილე, ხარკი გადაიხადე, ხო, მოვდივარ მე მხედრობით, ხარკი გადაიხადე, დამემორჩილე და შემხვდი შენი სამეფოს საზღვართან. შევომეგებ. გაუგზავნა ეს ელჩები, კლეარქე გაუგზავნა. ანუ მოვდივარ, ხარკი გადაიხადე და საზღვარზე შემომხვდი. მაგრამ ის პოროსი არის მაგარი რა. პოროსი უთვლის, რომ მაგ შენი სამი მოთხოვნიდანო, ერთ შეგისრულებ. საზღვარზე შეგხვდები, ოღონდ ჯარით შეგხვდები. ძვირფასო მეგობრებო, წინასწარ მინდა გითხრათ, აი ალექსანდრეს ბიოგრაფიაში არის რამოდენიმე ძალიან ღირსეული მისი მოწინააღმდეგე. ასეთი იყო სპიტამენი. ასეთი იყო ის არიობარზანე, სპარსეთის კარიბჭეებს რო იცავდა. მაგრამ მე რომ მკითხოთ, აი ყველაზე ღირსეული მოწინააღმდეგე ალექსანდრეს ლაშქრობაში არის ეს პოროსი, ანუ პოროს დიდი. მე ამას დაარქმევენ პოროს მამაც. თვითონ ბერძნი. პოროსმა შემოუთვალა, რომ ერთ შეგისრულებო მარტო საზღვარზე შეგხვდებიო, მაგრამ ჯარით შეგხვდებიო. საზღვარი არის ეს მდინარე ჰიდასპე. თავი ვწდები დღევენ პაკისტანში არის დღევანდელი სახელი ჯელემი, მდინარე ჯელემი. მოუძებნა იმაში ვიკიპედიაში მე თქვი რა ქვია თქო, ნახე რომ ჯელემი ქვია. ტაქსილადან გამოვიდა ალექსანდრე თავის ლაშქრით, მაგრამ გზაში წვიმები დაიწყო. საშინელი წვიმები დაიწყო. ხო, და მიდის ახლა ჰიდასპესკენ მიდის რა და მივიდა ახლა მდინარის საომრად არის უკვე იცის პასუხი პოროსის რომ მიმოუწევს და მიადგა მდინარეს. მარჯვენა სანაპიროზე არის ალექსანდრე და გადაღმადგას ეს პოროსის ჯარია მოსული. დიდი მეფე პოროსი. ხა ეს წყალუხვი მდინარეა ეს ჰიდასპე, თან წვიმიანი სეზონია გიორგი. ნუ ამბობენ რომ სადღაც 700 მეტრამდე არის განიმის. ალექსანდრე მარჯვენაზეა, პოროსი მარცხენაზეა. ის მოსულია ძლიერი არმიით არის მოსული. სხვადასხვა ცნობებია, მაგრამ ყველაზე უფრო ოპტიმალური არის 30000 ქვეითით არის მოსული. 4000 მხედრით, 300 ეტლით.
და 200 სპილოთი. სპილოებთან ბრძოლის გამოცდილება ქონდა ალექსანდრეს მანამ. ახლა სპილოებთან ბრძოლის გამოცდილება ჩვენ ვიცით რომ გავგამელაში 15 სპილო ყავდა დარიოს, მაგრამ ბრძოლაში არ მიუღიათ მონაწილეობა. მე არის გაკვირით ნახსენები ბრძოლის დამთავრების მერე არმენიონ დაძდებდა დასაჯერად ამ სპილოებს. საწყალ არმენიონი არავინ აფერი ერთ დაუფასა ხოლმე. ეს ვიცით, მაგრამ როგორ ჩანს იქ ბრძოლაში არ მიუღიათ მონაწილეობა, ან მარკაფაში იდგნენ სპილოები. ყოველ შემთხვევაში ნანახი ყავთ, მაგრამ ნაუმარი არ არიან სპილოები. გასაგები. მაკედონელები. ახლა ეს პოროსის ჯარი უნდა დავახასიათოთ ახლა. ქვეითების უმრავლესობა არიან მსუბუქად შეიარაღებული შვილდოსნები, მაგრამ ყველა ავტორი აღწერს, რომ წარმოუდგენელი სიდიდის შვილდები ჰქონდა და წარმოუდგენელი სიდიდის ისრებს ისროდნენ, ძიმე ისრებს ისროდნენ. ახლა ამუნიცია, ანუ აბჯარი ახლა მაკედონელებთან ახლოს ვერავინ ვერ მოდიოდა, იმიტომ რომ მთლიანად დაცული იყო ჯავშანით, ქვეითი ჯარიც, მხედრობაც, ასე შემდეგ. ახლა ინდოელებს მსუბუქი დაცვა და ის ჰქონდათ დამცავი, აქტიურად ნახევრად შიშვლები იყვნენ, წელზეით შიშვლები, მაგრამ იყვნენ ფანტასტიკური მშვილდოსნები და ყველა აღნიშნავს ძალიან დიდი ისრებს ისროდნენ. რაც შეეხება ეტლებს, ინდური ეტლები განსხვავდებოდა სპარსული ეტლებისგან. ინდური ეტლები იყო დიდი, 4 ცხენი იყო შემული და 6 კაცი იყო ეტლში. 2 იყო მეტლე, ჩემს წარმოუდგენელი ახლა 2 მეტლე, მაგრამ ასე აღწევი. როგორ ჩანს ძიმე ეტლები იყო და 2 კაცი სჭირდებოდა. 2 იყო მშვილდოსანი და 2 იყო ფარით შეიარაღებული. ანუ ტანკები ვითარე, მაგრამ რაც შეეხება სპილოებს. ეს არის, ნუ არ ვიცი ახლა ჯერ სპილოა ყველა ვიცით რომ ხელაა ხო. მაგრამ საომარი სპილოები ეს ცალკე მოვლენა არის, იმიტომ რომ საომარ სპილოს დიდნენ პატარაობიდან. წვრთნიდნენ, ზრდიდნენ. ეს მარტო სპილოები არ არის. მათ ზურგზე ადგათ კოშკები, აი აქ არის. და ამ კოშკებში შედან მშვილდოსნები. და მოისრები და ფაქტიურად ტანკებია ეს. და ეს არის მერე კიდე რა არის, რომ მაკედონურ ცხენებს, მაკედონელების ცხენებს ჰქონდათ შიში სპილოს ხმის. და სუნის ის ჰქონდათ კიდე, სუნს ვერ იტანდნენ სპილოებს, ანუ მაკედონური კავალერია იყო გამოუსადეგარი ამათთან ბრძოლაში. ახლა ინდური კავალერია მიჩვეული იყო ამას, ცხენები მიჩვეული იყო. ეს იცოდა ალექსანდრე. ყველაფერს ამას გაითვალისწინებს. მაგრამ სპილოს აქვს საომარ სპილოს აქვს ერთი მინუსი. თუ ის დაიჭრება, გიორგი, შეიძლება თავისიანებს მიუბრუნდეს, იმიტომ უმართავი არის სპილო, ძალიან რთული სამართავი არის, ხო? მაგრამ ეს გრანდიოზული ბანაკი დაინახეს ახლა და ეს 200 სპილო ახლა მძიმე შთაბეჭდილებას მოახდენდა, ხო? ალექსანდრეს რამდენი ყავს? ალექსანდრეს უშუალოდ ბანაკში ყავს 30,000 ქვეითი და 10,000 მხედარი. ახლა ვიღაცა იკითხავს, საძავიდა ის 120,000. იცით რა არის, მეგობრებო, დიდი ჯარის მართვა და მით უმეტეს მისი მომარაგება ძალიან რთულია და როგორც ჩანს უკვე ალექსანდრეს აქვს ჯარების ცვლილების სისტემა შემოღებული, ანუ დაღლილ ნაწილებს ასვენებს და მეორე ახალი ნაწილები მოყავს. აქ აყავს 40,000 კაც ანგარიშობენ, 10,000 მხედარი და 30,000 ქვეითი. საინტერესო ის არის, რომ კავალერიაში ალექსანდრეს მეტი ყავს. იმათ 4,000 მხედარი ყავთ, ინდოელებს 10,000 ყავს, მაგრამ ვერ იყენებს ამ კავალერიას სპილოებისგან. სხვა რამისთვის გამოიყენებს. ნახავთ ამ ბრძოლას, ხო? და რაც თავარია კავალერიაში ყავს მას აზიელები.
ყავს სკვითები 1000 სკვითი მოისარი ყავს შენს ზურგს უკან არის ამ სკვითები ხო სრულიად შეაბძრულები არიან მაგრამ მახასიათებელი წვეტიანი კუდებით იყო მოისრები იყვნენ ანუ ალექსანდრემ პრიორიტეტი გააკეთა შორმანძილზე სროლისა და შვილდოსანი მხედრული აქ არიან ბაქტრიელები აქ არიან სუგდიელები ანუ აზიური კონტინგენტები ყავს უკვე მას განსაკუთრებით მხედრობაში და დადგა მეორე ნაპირზე ანუ პირისპირ დგანან რა მდინარეს გადაღმა პოროსი და გადმოღმა ალექსანდრე ხო ალექსანდრეს უნდა გადასვლა მდინარეზე მაგრამ ეს წვიმიანი სეზონია მოდიდებულია მდინარე მაგრამ როგორც ჩანს რამოდენიმე ადგილზე არის ფონი, გადასასვლელი ფონი, ამის შესახებ იციან როგორც ალექსანდრეს ბანაკში, იმიტომ მას ინდოელი მოკავშირეებიც აყავს. ტაქსილი ახლავს აქ. რა თქმა უნდა, 5000 ინდოელი შეუერთდა. ტაქსილი ახლავს რჩევების ნაკლებობა არ აქვს, გადასვლა უნდა და რამოდენიმე ადგილზე არის ფონი, რომ სადაც შეიძლება გადავიდეს ჯარი. მაგრამ ეს იცის პოროსმაც და იქ ძლიერი პოსტები აქვს დაყენებული. და აქ ალექსანდრე იწყებს მანევრებს გიორგი. ნახე რა შევა. გამოიყვანს რაღაცა ნაწილს ბანაკიდან, წავა სადღაც უნდა გადავიდა. იმიტაციას აკეთებს გადასვლას. ისინი ხა გადაღმა პოროსიც უყურებს ამას მეფე პოროსიც და იქ ამის აპირისპიროდ პარალელურად ისიც რაღაც ნაწილს უშვებს რომ არ გადაუშვას ეს რამოდენიმე დღე ასეთ რაღაცებს ატარებს ეს ალექსანდრე ვითომ გადასვლა უნდა იქიდან მოვლენ მერე დააბრუნებს ნაწილს ხო მაგრამ მე ნახე რა შევა რა მე ავრცელებს ხმას რომ თითქოს და დაელოდება ამ წვიმების სეზონის გადასვლას რომ წყალმა დაიკლოს და მერე გადავა ამის საშუალება მას ჰქონდა ხა ინდოელები კაიგვარიანად იყვნენ მის მხარეზე და როგორც ჩანს პოროსის ბანაკში შეუშვა ასეთი ინფორმაცია რომ ამ მანევრებს ატარებს სიცრუით აფერ გადასვლას ის არ აპირებს და სინამდვილეში ელოდება წყალი როდის დაიკლებს დაიჯერა იმ პოროსმა და მე ამ მანევრებს რო ატარებს ალექსანდრე ეს ეჭვი რო გაძლიერებოდა იმას როცა გამოიყვანდა ნაწილს ის არ რეაგირებდა მერე დეზინფორმაციის აბსოლუტურად ანუ ეს დაზვერვის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სიცრუე იყო ეს რომ როგორც სუნძი ამბობს ომი არის სიცრუის ხელოვნება ანუ ჯორმა იმუშავა და დაიჯერა იმ ანუ სანამდე წყალი დაკლებას არ დაიწყებს ეს არაა გადმომსვლელი აქეთ ამიტომ აღარ რეაგირებდა მაგრამ ახლა რაღაცას ელოდებია ახლა უნდა გადავიდეს ეს ალექსანდრე მაგრამ მოდის ამბავი რომ ის აბისარ ქაშმირელი რომელიც ხან ემეგობრება ალექსანდრეს ხან არ ემეგობრება მოვიდა ალექსანდრესთან ინფორმაცია რომ ის აბისარ ქაშმირელი დაიძრა და პოროსთან შეერთებას აპირებს ის აბისარი არანაკლებ ძლიერი სამეფოს მეფე არის და ეს გააორმაგებას ნიშნავს ახლა პოროსის ძალების ამიტომ ალექსანდრე მივიდა იმ დასკვნამდე რომ რაღაცა უნდა მოიმოქმედებს იმიტომ რომ ამ ორი ინდური არმიის გაერთიანება მას არ აწყობს უნდა დაასროს აკეთებს ასეთ რამეს ეს ასაულშვება ბანაკში ტოვებს კრატეროს კრატეროსი გეუბნებით რომ აი პარმენიონის მერე კრატეროსია მარჯვენა ხელი ალექსანდრე კრატეროს მართლა ფანტასტიკური სარდალი იყო კრატეროს ტოვებს ბანაკში ტოვებს ნაწილით არმიის ნაწილით და ინდოელი მოკავშირეებით და ავალებს ასეთ რამეს რახან მან იცის რომ მაკედონურ ცხენებს ეშინიათ ინდური სპილოების ის ავალებს ესეთ რამეს რომ როცა დაინახავ რომ ინდოელების ბანაკიდან ჯარი გადის
და სპილოები გაყავთ, აი მაშინ გადალახე და აიღე ბანაკი. პირისპირ არის ორი ბანაკი. მერე გამოიძახა იყო ასეთი მის ერთ-ერთი ჰეტერი ატალოსი, რომელიც გარეგნულად ძალიან გავდა ალექსანდრეს. ატალოს ავალებს ასეთ რამას. რომ ჩაიცვი ჩემი ტანსაცდანისამოსი და იცხოვრე ჩემს კარავში. სამეფო კარავში. ხო. და მოიქეცი ისე როგორც მე ვიქცევ, იმიტომ რომ ხან დინარის გადაღმიდან 700 მეტრი ახ ვერ დაინახავდნენ ისე როგორ ჩანს ახლა. ხო, ისინი ძვერავდნენ სიტუაციას და იმათ ეყოლებოდათ რა. ორეულის თამაში დაიწყო ესე. ორეული დანიშნა. მოიქეთ ჩვეულებრივად. ჩემს კარავში იცხოვრე. ხანდახან გაიარე ბანაკში დაენახე, ხო, დაგინახო. და თვითონ გადის ხო მანამდე რა შვება კიდე რამოდენიმეჯერ აი ასეთივე ცრუ განგაშს მოაწყობს, ვითომ გადის, ვითომ არ გადის და ასე შემდეგ და ნუ ის აღარ რეაგირებს პოროსი უკვე. მერე ჯარის დიდი ნაწილით ტოვებს ბანაკს ალექსანდრე, გადის საიდუმლოდ. და მიდის სათავეებისკენ, ზემოთ აუყვება მდინარეს. დინარეს რო აუყვება, ანუ კრატეროს დაუტოვა ერთი ნაწილი ჯარის ბანაკში, ატალოს დატოვა მეფეთ თავის ორეულად და ინდოელი მოკავშირეები დატოვა ასევე იქ, ანუ ყავდა ინდოელი მოკავშირეები და დანარჩენი მაკედონური არმიით ის წავიდა ზემოთ აუყვა მარჯვენა სანაპიროს და გზაში კიდევ ერთი ნაწილი გამოყო 10,000 მეომარი. და დატოვა სანაპირო ტყეებში, საიდუმლოდ დატოვა მელეაგრეს სარდლობით. და კიდევ დანარჩენი ჯარის ნაწილი წავიდა 25 კილომეტრით. ჩრდილოეთ თავიდან მოშორდა ბანაკს. აქ თურმე გამზადებული აქვს ყველაფერი. აქ არის ასეთი ამბავი, მდინარე ჰიდასპეს უერთდება მეორე მდინარე. ამ შესართავში არის ტყიანი კუნძული. კუნძულია ტყით. და გარდა ამის აქეთა სანაპიროზე არის მთა, ასევე მთიანი, ისა ტყიანი მთა. ანუ ეს ადგილი არის, სადაც ინდოელები გადაღმიდან ვერ უყურებენ აქეთა სანაპიროზე რა ხდება. შუაში კუნძულია. ხედვარი დაფარული. იმიტომ რომ იმას პოსტები და კი აღარ რეაგირებს, მაგრამ პოსტები დაყენებულია იმათ საგუშაგოები. და თურმე სანამდე მდინარე ჰიდასპეს მოადგებოდა ალექსანდრე, მანამდე იმან კენოსი თავის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სახელოვანი სარდალი გააგზავნა მდინარე ინდზე, როცა გადმოლახა. იქ ხო ფლოტი იყო, ტივები, ნავები, მცირეგემი დააშლევია ეს ყველაფერი. სადესანტო საშუალებები და აქ ჩამოატანია 25 კილომეტრში ბანაკიდან მოშორებული, იქ თურმე გამზადებულია ეს ყველაფერი. კენოსმა ყველაფერი კარგად დაშალა, იქ ნავები, მცირეგემები, ტივები და აწყობილია ყველაფერი. გადასალახავად ტექნიკა მზად არ. საშუალებები მზად არ. ანუ საინტერესო ისე რომ ღამე უნდა გადაელახა. რომ ინდოელებს არ დაენახა, საშინელი წვიმა იყო და ქარიშხალი ამოვარდა გიორგი. მაგრამ დილით გამთენისას ჩადგა ქარიშხალიც და წვიმას და დაიწყო მოდიდებულ მდინარეზე გადასვლა. გამთენიეს უკვე დღის სინათლეს. ხო, დილით დაიწყო. ხომ დრო იქ დიდხანს დგომა გაჩერება არ შეიძლება, ადრე შეგამჩნია. ხო, ისენ შეგამჩნია და იმათმა შეამჩნია უკვე მდინარის ნახევარი, რომ მოდის ეს მაკედონური ფლოტილია უკვე და ეს დაძეძგილი ჯარისკაცები, ცხენებით, იმითი, ამეთი დაინახეს იმათმა. მაგრამ იმათმა ვერ შეიცნეს ალექსანდრე. იმათ გონიათ, რომ რაღაცა რაზმი არის. კი. ხო და
გაიქცნენ ხა პოროსთან გაიქცნენ ამბავი უნდა ჩაიტანონ ახლა 25 კილომეტრი იქეთ უნდა წავიდნენ მე უკან უნდა მოbrunდა როცა გადავიდნენ ესენ გადასვლა დაიწყეს და რომ მიადგნენ ალექსანდრე ზის ბუცეფალას ცხენზეს ძვირფასო მეგობრებო ჰიდასპეს ბრძოლაში ბუცეფალა იყო 30 წლის 30 წლის. ხო, ცხენები რა ვიცი, ხა 25-დან 30 წლამდე, 35 წლამდე ცხოვრობენ, რა ბუცეფალა უკვე მოხუცია რა. ეს ვეტერანი ცხენი ბუცეფალაზე. ხო, რომ დაიწყეს გადასხმა სანაპიროს. აღმოჩნდა რა რომ გონიათ რომ სანაპიროზე გადადიან, მაგრამ წინა დღეებში როცა წვიმები იყო, იქ დინარემ რაღაცა კალაპოტი შეიცვალა და სანაპიროზე გია მეორე კუნძულზე, ახალ კუნძულზე გადავიდნენ. ვახამ გარკვეულწილად გაუგებრობა გამოიწვია და პანიკასთან მიახლოებული, მაგრამ ეს ხო როგორია ეს ალექსანდრე აღარ გაჩერდა და აი თავის ბუცეფალად პირდაპირ გადახტა და იმ ახალ იმაში გადაიყვანა ჯარი რა, ახალ დინარეზე. განტოტებაზე და გადავიდა უკვე ნაპირზე. გადაიყვანა ხო. 10,000 მხედარი, უკაცრავად 10,000 ქვეითით და 5,000 მხედრით გადავიდა. ჯარის ამათაა გაყოფილი. ერთი ნაწილი კრატეროსი, ბანაკი სადაცაა, მე 10,000 მელიაგრე შუაში და უკიდურესად მე ეს არის 15,000 კაცით გადავიდა, მაგრამ გადავიდა საუკეთესო ნაწილებით. ამ გადასვლის დროს, ხო იცი, ნავზე იჯდნენ. როცა გადადიოდნენ, აი სამდენ კუნძულზე გადავიდოდნენ, ნავში იჯდნენ ალექსანდრე, პერდიკა, პტოლემე, ლისიმაქე და სელევკე. ამ 4-დან 3 მეფე გახდება მე. დიადოხოსის მეფე გახდება. ტოლემეც, პერდიკას გარდა. აღარ გაუსრებ მოვლენებს. ტოლემეც, ლისიმაქეც და სელევკეც მე მეფეები ხდებიან. ერთი ეგვიპტის, მეორე თრაკიის, მესამე აღმოსავლეთის. ეგვიპტის და ასე შემდეგ. ოთაშორის პერდიკა გახდება რეგენტი. გავასრებ მონაწილეობას იმას მოვლენებს ალექსანდრე რომ მოკვდება რეგენტად გამოცხადდება პერდიკა. ხო, ნუ მე იმ ახლად შექმნილ კუნძულზე რო გადავიდა, მე ცხენ გადავიდნენ რა იქეთ. და ნუ გადაიყვანა ეს ჯარი მოასრო. დაალაგა ასე ჯერ კავალერია და მე ქვეითები ფალანგა. ახლა ფალანგა დაიღალა ძალიან ამ ფორსირების დროს, იმიტომ რომ ორჯერ მეტის გადალახვა მოუწია და მეორე არხის გადალახვა პირდაპირ შევიდნენ, ახლა ის ფლოტი ვეღარ მოიყვანეს უკან და ფერტაფერ გადავიდა, დაღლილია პალანკა. მაგრამ ასეთი რამე გააკეთა ხმან, რომ კავალერიით დაიწყო წინსვლა და დაახლოებით 9 საათით, 1 საათით უკან მიყვება პალანკა, ქვეითები. კაი, ეს ამბავი ჩავიდა ხა პოროსთან. ჩაიტანეს რომ მაკედონელების რაღაცა ნაწილმა გადმოლახა. მაგრამ ალექსანდრე არ არის. მაგრამ ალექსანდრე არ არის, აგერ არის კაცო, ეგ ბანაკშია. ბანაკში. ხო. არ დასულა არსად. და ეს აბისარსელოდება პოროს მოკავშირეს. ხო, და ამან ჩათვალო რაღაცა ნაწილი გადმოვიდა და თავისი ძე, მის სახელი არ ვიცით, უფლისწული ჩაუყენა სათავეში რაზმს 2,000 მხედარი და 120 ეტლით და გააგზავნა ამათ შესაჩერებ. გონიათ რომ მცირე ძალაა გადმოსული. ხო და წავიდა ეს უფლისწული რა, შეხვდნენ, გადაეყარენ ერთმანეთს ახლა ალექსანდრე და ეს ინდოელები. რა პირველი შეტაკება მოხდა უკვე და ახლა ალექსანდრეს არ გაუჭირდებოდა ახლა ეს დაამარცხა ინდოელები 400 ინდოელი მხედარი დაიღუპა ის ეტლები დალეწეს ყველა და ეს ბიჭიც დაიღუპა უფლისწული პოროსის ძე და ეს ახლა და მერე უკვე
ახლა ვიღაცები გადარჩებოდნენ, ჩაუტანეს ამბავი, ეს პატარა რაზმი არ არის, ეს თვითონ ალექსანდრია გადმოსული. ანუ უკვე გაიგო რო ალექსანდრია. გაიგო უკვე და დაიწყო მთელი ძალით გამოსვლა. მთელი ჯარებით დაიწყო გამოსვლა, სპილოების გამოყვანა დაიწყო. ბანაკში დატოვა რამოდენიმე ასეული კაცი და რამოდენიმე სპილო. პოროსმა და მთავარი ძალებით წამოვიდა ალექსანდრესკენ. ანუ ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, პოროსი ეძებს გაშლილ ველს, რომ სპილოები გაშალოს. 200 სპილო ყავს. და მან მართლაც მიაგნო შედარებით გაშლილ ველს და შედარებით მშრალს. იდო წვიმა დილით დამთავრდა. და დაიწყო ესა გაშლა თავისი ჯარის. ახლა როგორ ალაგებს თავის ჯარს, ხო? 30,000 ქვეითი, 4,000 მხედარი, 200 სპილო და უკვე 200 ეტლი. სპილოებს ალაგებს ფრონტალურად. ამ სპილოებს შორის არის გარკვეული სივრცე. ამ სივრცეში აყენებს ამ ძიმე მშვილდოსნებს. ხოლო ქვეითი ჯარის მეორე ნაწილი კიდო სპილოების უკან დააყენა. წინ დგანან ეტლები და ფლანგებზე დგას 2,000 ერთ ფლანგზე, 2,000 მეორე ფლანგზე მხედრობა. კავალერია. მოვიდა ალექსანდრეც. ხო, ბრძოლის ველზე მოვიდა, წინ მოდიან კავალერიით, 5,000 მხედარი ყავს, უპირატესობა ალექსანდრეს აქვს და 10,000 ქვეითი ფალანგა მოდის უკან. აქ სამხედრო ისტორიკოსები ამბობენ პოროსის სტრატეგიულ შეცდომას. რომ ვინ იქნება შეტევის ინიციატორი. ძალიან ბევრი სამხედრო სპეციალისტი, სამხედრო ისტორიკოსი ამბობს, რომ პოროსი რო გადასულიყო შეტევაზე, მაშინვე როგორც კი ალექსანდრე გამოჩნდა, პოროს ჰქონდა დიდი შანსი რომ გაემარჯვა. სპილოები რო დაეძრა. იმიტომ რომ ალექსანდრის ჯარი ჯერ დაწყობილი არ იყო, წინ კავალერია იყო, კავალერიას გითხარით ცხენებს არ მოწონთ სპილოების ხმალასუნი და ფაქტიურად ალექსანდრე ვეღარ მოასწრებდა ესა იმას რა ქვია ჯარის დალაგებას რა და პოროსი დაღლილები არიან და აუშინელი მანძილი გადმოლახეს და თან ერთი ბრძოლა ფაქტობრივად გამოიგო მაგრამ ნუ პოროსმა არჩია პოზიციას გაჩერება თავ დაცვა გადაწყვიტა და ეს რა თქმა უნდა ალექსანდრემ გამოიყენა მან გასცა ასეთი ბრძანება თავის სარდლებს მარჯვენა ფლანგზე ის არის 3,000 მხედრით, მარცხენაზე 2,000 მხედრით არის კენოს. მან ჩაათვალიერა ხა ეს ინდური პოზიციები 200 სპილო დგას ეთ კოშკებით და მშვილდოსნებით და ამბებით. გასცა ასე ბრძანება რომ ყველაზე სუსტი რგოლი პოროსის პოზიციებში არის მის კავალერია, ფლანგები. ამიტომ ბრძოლას დავიწყებთ ჩვენ კავალერიით, დავამარცხებთ მათ კავალერიას, მხედრობას. ამასობაში ფალანგა მოგვიახლოვდება, პოროსი დაძრავს სპილოებს, მაგრამ სპილოები მომზადებული ყავს ჯარი, როგორ უნდა ებრძოლოს სპილოებს. მან ფალანგიტებს დაავალა ასეთი პირველად მიცა უფლება, რომ შეგიძლიათ რიგები დაშალოთ. დაშალოთო? და დაჭერით და დაჩეხეთ და აზარალეთ სპილოები. თან დაავალა აგრიანების მოისრებს, ახლა აგრიანები ბევრჯერ მიხსენებია. მე რომ მკითხოთ აი ალექსანდრის ჯარში ეს აგრიანები არიან სასწაულები. ეს თრაკიული ტომი არის, რომელიც არიან კარგი მოისრები, ანუ მშვილდოსნები არა. ხელსა რა ქვია, სათხედებს ისვრიან, მოკლე შუბებს ისვრიან, მოისრენ. ამ შუბს ხელშუბებს ისვრიან. ხელშუბებს. ხელით ისვრიან? ხელით ისვრიან. ოღონდ ჩორმანძილზე ისვრიან და
ამათ დაავალა რომ ჯერ უნდა დახოცონ მეტლები და მერე სპილოებს უნდა დაუშვან და რაც შეიძლება უნდა აზარალო. მე ფალანგიტებს დაავალა რომ სპილოებს შულებრივ ის არის ვერაფერს დააკლებდა და დაჭერეთ შუბი და ანუ გამოიყვანეთ ახლა ინდოელებისგან მას ქონდა ინფორმაცია ხა ის ტაქსილეც ეთყო და ისა რომ აი სპილო რა სპილო როდის არის როგორ უნდა გაანეირო თუ დაჭრი ის გამხეცდება და აღარ არჩევს მისამართოთ და როგორ წესი უკან გარბეს მე რა თავისიანებს ხოცავს. მან დაავალა ფალანგიტებსაც დაავალა თქვენ ისეთი გრძელი სარისები გაქვთ შუბები გაქვთ რომ მაგ შუბებითაც მიწდებით და აზარალეთ სპილოები ქვეითებს თავი დაანებეთ ქვეითებს მე მივხედავ. ანუ ადამიანს არ ებრძოლოთ, ებრძოლეთ სპილოებს. და დაიწყო ბრძოლა, დაიწყო კავალერიით, ახლა თვითონ შეუტია თავში. ჩაუდგა 1000 სკვით შვილდოსაც, აი ჩემს უკარო არ. სკვითებს ჩაუდგა სათავეში და ჯერ დაიწყო შეტევა თავის ფლანგზე 1000 სკვითით და უკან მოყვება ეს სამეფო აგემა და მძიმე კავალერია მაკედონელების. სპილოებს არ ეკარებია და დაარტყა იმათ მარცხენა ფრთას კავალერიას და არ გაუჭირდებოდათ იმათ ის. თან კენოს მიცა ასეთი ბრძანება მეორე ფლანგზე რომელიც არის 2000 მხედრით რომ დაელოდე ჩემს შეტევას მარჯვენა ფლანგზე პოროსი დანარჩენ შენ წინ რო კავალერია დგას გადმოისვრის ჩემ ხარეზე და მაშინ დაესხი ზურგიდან. მართლაც ასე მოხდა. ანუ გენიალური სარდალია რა. მტერი რას მოიმოქმედებს ის. იმას თulis წინასწარ და იმაზე აგებს შენ. როცა მან დაიწყო ამ კავალერიის შევიწროება თავისი წილის პოროსმა მეორე მხრიდან კენოსის წინ რო კავალერია იდგა გადმოისროლა და როგორც კი ეს კავალერია წავიდა ალექსანდრეს ფლანგზე, კენოსი დაედევნა და ზურგიდან და ფაქტიურად ინდური კავალერია შემოარტყეს ალყაში. დამარცხდნენ ინდოელები და ვინც გადარჩა სპილოებში აფარეს თავი. აი იმან უკვე დაძრა სპილოები. პოროსმა დაიძრა და ამ დროს ფალანგაც მოვიდა და დაიწყო საშინელი ბრძოლა. ახლა ჩვენ წარმოგვიდგენია რა იქნებოდა იქ ხო 200 სპილო ეს ფალანგიტები და ეს აგრიანები და ესენი იბრძვიან ჯგუფ-ჯგუფად დანაწილი აი წრეს არტყამე რაღაცა ჯგუფი ერთ სპილოს მიესია და წავიდა ეს როცა ეს სპილოების და ფალანგის ომი გაიმართა ალექსანდრე ზურგიდან მოუარა და ქვეითებს დაარტყა ინდოელებს ამასობაში მოვიდა მელეაგრე იმ 10000 კაცით რომელიც დატოვა გზაში. მელეაგრემ მოახერხა გადმოელახა მდინარე. კი, გადმოვიდა ხელშემშლელი აღარ ყავდა. ამასობაში კიდევ როცა დაინახა კრატეროს ხო დაუბარა რომ სპილოებს რო გამოიყვანს. ხო მაშინ კრატეროსმაც გადალახა და იმათ ბანაკი აიღო. ამ ყველა ძალებით გადასული. ანუ სამხრივად მოხდა ფორსირება, ჯერ ალექსანდრე, მერე მელეაგრე და მერე კრატეროსი და ალყა შემოარტყეს ამ ინდოელები იბრძვიან ფანტასტიკურად, განსაკუთრებით დიდი სიმამაცით იბრძვის ეს პოროსი, ის დიდ სპილოს აღწერილი არის, თვითონ იყო წარმოუდგენელი სიდიდის, გოლიათი იყო ეს პოროსი, ჭაღარა კაცი იყო. ომობს ასტიკად. ონ სპილოზეზის. და ომობს რას ყვები? მართავს სპილოს თორე თვითონ მართავს და ისვრის ხელშუბებს ისვრის, აბარა და ამასაც ესვრიან, ახლა ის აგრიანები იმას მოიშვებოდნენ. თან კარგი მოსარტყმელია. დაჭრილია შეიძახი გოლიათიაო და მისი სპილოც დაჭრილია, მაგრამ როგორ ჩანს აი აღწერე რომ მისი სპილო ისე განსხვავდებოდაო დანარჩენი სპილოებისგან, როგორც სპილო და ცხენია, სიდიდით, ანუ უზარმაზარ სპილოზეზეს, უზარმაზარი გოლიათი და ეს კარგი სამიზნე იყო მისი სპილოც დაჭრილია მრავალგზის და თვითონ პოროსიც მრავალგზის დაჭრი განსაკუთრებით მხარში დაიჭრა. იმ აგრიანები ესროდნენ იმას, მაგრამ ესეც ომობს მაგრამ აგრძელებს ბრძოლას. აგრძელებს ბრძოლას და ალყის გარღვევა უნდა და 40 სპილო შემოიკრიბა და ცდილობს გარღვევას. მაგრამ რაღაცა ადგილზე გაარღვია, მაგრამ
გავიდა მარტო თავისი პილოტი რა, გააღწია. გარღვია, მძიმედ დაჭრილი არის პოროს. ახლა მოუბრუნდეთ ბრძოლას ეს საწყალი ინდოელები, რომლებიც მაგრად ომობენ. დიდი სიმამაცით ომობენ. ალყაში მოაქცია რა, უკრიდა მელიაგრე მოვიდა, ეს კავალერია მოვიდა, ესა დაიღუპა რა ეს. და დამარცხდნენ ინდოელები და გრანდიოზული გამარჯვება მოიპოვეს. მაკედონელებმა 12,000 ინდოელი დაიღუპა. გიორგი. 3,000 მხედარი, 12,000 ქვეითი, 3,000 მხედარი და 100 სპილო მოკლეს. მაკედონელები 80 სპილო და 9,000 ინდოელი აიყვანეს ტყვიათ. ნაწილმა გააღწია და გაიქცა ბანაკისკენ, მაგრამ იქ უკვე კრატეროსი დახვდათ. პოროსმა ცოცხალმა გააღწია. ახლა ჩეხა მოუბრუნდეთ პოროსს რა, პოროსი რო გაიქცა თავისი პილოტი. ალექსანდრე დაედევნა. არის ვერსია, რომ ამ დევნის დროს მოუკვდა ბუცეფალა. რას ლაპარაკობ? ჩვენი ბუცეფალა მაგბრძოლაში დაიღუპა. ჰიდასპესთან დაიღუპა. არის მეორე ვერსია, რომ ამ ბრძოლაში მიღებული ჭრილობებით დაიღუპა ბუცეფალა. ანუ ახლა ბუცეფალა ლეგენდარული ცხოველია, ბუცეფალა, ბუკეფალა, ძვირფას მეგობრებო, ორივე სწორია. ამბობენ, რომ ალექსანდრეს ტოლი იყო. ანუ 30 წლის არა. დაიღუპა ბუცეფალა. ერთი ვერსიით პოროსის სპილოზე დევნის დროს და მეორე ვერსიით თვითონ ბრძოლაში. არის კიდე ერთი ვერსია, რომ ჭრილობები მიიღო ამ ბრძოლაში და ცოტა მოგვიანებით მოკვდა ბუცეფალა. ახლა პოროს გაედევნენ რა და მერე ალექსანდრემ დაავალა ტაქსილეს, რომ დაეწიო პოროს და უთხარი რომ შემხვდეს. ალექსანდრე არის მოხიბლული ამ მეფით, პოროსით. მისი სიმამა ალექსანდრე აფასებდა სიმამაცეს უპირობოდ, როგორც თავისიანის ისე ტრის. ეს ტაქსილე დაეწია ამ პოროსის, ასეთი გადმოცემა. პოროსს დაეწია რა. იაძახა, რომ გაჩერდი და შეხვდი ალექსანდრეს. ის დაჭრილია მრავალგზის პოროსს. ის მოუბრუნდა და შუბი ესროლა ამას, ტაქსილეს. ავანძლივს აიცთინა, მაგრამ მერე ისევ ამ დევნის დროს ალექსანდრემ რახა ტაქსილე მოვიდა, უთხრა რომ არ მიკარებს, გააგზავნა მეორე რაჯა. მეფე ერთ-ერთი მცირე სამეფოსი, სახელად ვიცით ერქვათ მეროე. ეს მეროე, როგორც ამბობენ, იყო პოროსის მეგობარი. თუმცა ალექსანდრეს ბანაკში. და მეროეს დაავალა ალექსანდრემ, რომ წამოეწიე პოროს და უთხარი რომ შემხვდეს. წამოეწია ეს პოროს რა, მეროე ეძახის, რომ მეფეო შეხვდი ალექსანდრეს. ამ ბრძოლაში პოროს ორი შვილი დაიღუპა. ყველა წყარო აღწერს ამ პოროსის ღირსებებს, გარეგნობას, გოლიათია, სიმამაცეს. ბერძნები და მაკედონელები არიან მოხიბლული პოროსით. ამ მეროე მიაძახა, რომ შეხვდი რა ალექსანდრეს რა. ამბობენ, რომ გააჩერა სპილო, ჩამოვიდა სპილოდან ცოტა ხანი სული მოითქვა. მერე ამ მეროეს თხოვა, რომ წყალი დამალევია. თალია წყალი, როგორც ჩანს ცოტა ხანი დაისვენა, იფიქრა. მეროეს უთხრა, რომ კარგი წამიყვანე ალექსანდრესთან. შეხვდა ეს ორი მეფე. ორი გმირი, ჰიდასპეს სახელოვანი ჰიდასპეს ბრძოლის ორი გმირი შეხვდა, ორი ღირსეული მოწინააღმდეგე, ალექსანდრე და პოროსი. ალექსანდრე ძალიან მოხიბლული,
ძალიან ეძებს პოროსის მეგობრობას. რო შეხვდნენ ერთმანეთს, ალექსანდრემ კითხა პოროს, როგორ გინდა მოგექცევ? პოროს მოუთხრა, რომ მეფურად მომეკეცი. ახლა ეს ორაზროვანი პასუხი, მეფურად მე როგორც მეფეს, თუ მეფურად როგორც შენ მეფე. ყველა აღნიშნავს. რომელმაც დაამარცხა მოწინააღმდეგე. ალექსანდრე მიხვდა, რომ ეს ასეთ რაღაცას ეუბნება ორაზრო. გავიგეო, მეფურად მოგექცევიო შენო, მაგრამ მითხარი, შენი სურვილი რა გაგიკეთო. პოროსმა კიდე გაურთულა და უთხრა, მე უკვე გითხარი. ანუ მე მომეკეცი მეფურად. დიდი პატივით მიიღო ალექსანდრემ პოროსს. საინტერესო რა არის, რომ ჯერ ხო მოუარეს, მოარჩინეს, ჭრილობები შეუხვიეს, უკურნალეს პოროს და დაიმეგობრა და რა თავარია. სამეფო დაუტოვა გიორგი პოროს ალექსანდრე. გარდა ამისა, მარტო სამეფო კი არ დაუტოვა. მისი მეზობლებიც კი მიუერთა პოროს სამეფოს, მაგრამ საინტერესო რა არის. ხა ეს ტაქსილე აქ არის. ტაქსილე ალექსანდრეს მხარეზე გადავიდა, იმიტომ რომ პოროსი არ უყვარდა, ერთმანეთს ეომობდნენ, ხო, მაგრამ როცა შექმნა სატრაპია ინდოეთი ალექსანდრემ, ტაქსილე სამეფო იმ სატრაპიაში შევიდა. მაგრამ პოროს დამოუკიდებელი სახელმწიფო დაუტოვა. ამ პოროს უკეთეს პირობებში აქვს. ვინც იბრძოლა, ის უფრო დაფასდა. ვინც იბრძოლა, ის უფრო დაფასდა. ამ პოროს გაუფართოვა სამეფო ალექსანდრემ. გასაგები ახაძნელი გამოსაცნობი არ არის, არც ტაქსილეს გაგულავებაც არ უნდოდა მან და მაინც ალექსანდრეს და ამიტომ საპირწონე შექმნეს ორი კაცი, ორივე დატოვა, ტაქსილე და პოროსი. ეს ორი შეურიგებელი და ერთმანეთს. ბუნებრივია ხა ყველა ჭკვიანი დამპყრობელი ასე იქცა. მერე ამას რომელები დაარქმევენ გათიშე და იბატონა, ხო? ხო. ნუ პოროსი მისი მეგობარი არის. ხო. ხო დაგრძალვა ხა დაიღუპრა ინდოელები გითხარი 12000 ქვეითი 3000 მხედარი 100 სპილო დაეღუპათ, ხო? მაკედონელებსაც საკმაოდ დიდი მსხვერპლი აქვთ. 700 ქვეითი და 280 მხედარი დაეღუპა, ხო ვიღაცა ეთქვის რატო ასე ცოტა. ძვირფასო მეგობრებო, ისევ გავიმეორებ. ორი მიზეზი აქვს ამას, ჯერ ერთი და მაგრამ დაჭრილია 1000-ობით კაც მაკედონელების ჯარში. ისევ გავიმეორებ. მაკედონური არმიის მეომრები, ჯარისკაცები იყვნენ კარგი აბჯარით დაცული. ანუ სასიცოცხლო ორგანოები, სადაც პირდაპირ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ის აბჯარითია. ინდოელები ნახევრად შიშვლები იყვნენ, არ ქონდათ ასე განვითარებული. მეტალურგია ხა მე გითხარით კიდევაც ინდოეთში 500 წლით გვიან შევიდა რკინის კულტურა. ბრინჯაოს ხანა 500 წლით მეთხანს გაგრძელდა ინდოეთში, ხო, ამიტომ მეტალის დამუშავება ხა მაკედონელებმაც უკეთესად იცოდნენ და სპარსელები, ხო, ახლა ალექსანდრეს ერთი მეომარი იყო, რა ვიცი, ახლა პროფესიონალი. და მერე კიდევ დევნის და ალყის და პანიკის დროს იღუპება ძალიან ბევრი, ამიტომ ეს 1000, თითქმის 1000 დაღუპული 500, 700 ქვეითი და 280 ეტერი, ეს დიდი დანაკარგი ალექსანდრესთვის და ბევრია დაჭრილი ძალიან. დაჭრილი რას ნიშნავს? ახლა შეიძლება იმ დღეს გადარჩა, მაგრამ მე შეიძლება მოკვდეს, იმიტომ რომ რაღაც საშუალებები, ანტიბიოტიკების, რაღაც სცენარების სახით ჰქონდათ, მაგრამ ახლა მედიცინა ამ დონეზე არ იყო და ბევრი დაჭრილი მე იღუპებოდა გიორგი. დაკრძალა ეს თავისი მეომრე დიდი დაკრძალვა მოაწყო და შესწირა მსხვერპლი ღმერთ ჰელიოსს, მზის ღმერთს შესწირა და
ამ გამარჯვების საპატივცემულოდ დიდი ასპარეზობები ჩაატარა. ჯარს საჩუქრები გაუკეთა დიდი, მაგრამ ახლა ერთი თემა აქვს ალექსანდრე. მას უნდა გაგრძელება ომის. ჯარს ხო უნდა გააგებიოს ეს. ჩვენ უკვე ეკბატანიდან გამოსვლისას მას უკვე ჭირდება ჯარის მოტივაციის გაზრდა, რომ ჯარი ვეღარ ხედავს აზრს ლაშქრობის, სახში უნდათ დაბრუნება. და მით უმეტეს ახლა ბაქტრიაშიაც მაგას დაემართა ხო ეს კლიტოსის მკვლელობა, მანამდე ფილოტას შეთქმულება, მე ეს პაჟების შეთქმულება, ანუ პრობლემა არის რა ამ ჯართან რა, მოტივაცია ხო უნდა გქონდეს, რატო აგრძელებთ ლაშქრობა და ასე უნდა. ხო ხედავთ ხო ჯარის კაცებს ეუბნება, რამხელა სიმდიდრეები აქვს ამ ქვეყანასო, ინდოეთს. სპარსეთს უფრო დიდი სიმდიდრეები აქვს ინდოეთსა და ჩვენ თუ გავაგრძელებთ ლაშქრობას, ეს სიმდიდრეები სულ თქვენ ხელში ჩავარდებოდა და მერეო სახში რომ დაბრუნდებითო თქვენ ოჯახებს ხო აავსებთ ამ სიმდიდრეებით. თქვენს ქალაქებს და სოფლებს აავსებთო და ამ სიმდიდრით აავსებთ ელადას და მაკედონიას. მართლა საზღაპრო სიმდიდრეები ნახეს იქ. ჯერ ქალაქ ტაქსილაში რო შევიდა იქ გაოგნებულები იყვნენ ისეთი საჩუქრები მე თვალმარგალეთი და ბრილიანტები და ესე ოქრო და ვერცხლი და ჯერ მარტო ეს ქშატრიების კასტა რო ნახს სამხედრო კასტა ჩვენ ხო ვილაპარაკეთ 4 იმაზე რა ქვია ვარნაზე ანუ კასტაზე ბრაჰმანები, ქშატრიები, ვაიშიები და შუდრები. ქშატრიები იყვნენ არისტოკრატია, სამხედრონი. მაშინ გადაერიეს ოქროს აბჯრებში და იმაში იყო ეს არისტოკრატია, ხო. ჯარს მიცა ეს მოტივაცია, რომ აი ინდოეთიდან იმდენს წაიღებთ, რომ იმდენს წაიღებთ სახში, რომ ჩაიტანთ, აღივსება მთელი ელადა და საშვილიშვილოდ გამდე. ხო, საშვილთაშვილოდ. ეს მოტივაცია მიცა. ახლა ორი ამ ბრძოლის აღსანიშნავად და ამ ადგილზე ის აარსებს ორ ქალაქს. ერთს ქვია ბუკეფალია. ბუცეფალი თავის ცხენის. და მეორეს ქვია ნიკეია, ანუ გამარჯვება. ეძახიან კიდევ ალექსანდრია ბუკეფალა და ალექსანდრია ნიკეია. ამ პირდაპირ ბუცეფალია, ანუ ბუკეფალია და ნიკეია რა. ორ ქალაქს აარსებს. დიდი მშენებლობა მეტეს. ეს ქალაქებს ჩვენ როცა ვამბობთ, ეს არის სამხედრო დანიშნულების ჯერ პირველ რიგში სამხედრო, პოლიტიკური, მერე ეკონომიკური. მერე დემოგრაფიული. სადაც სინთეზი უნდა მოხდეს აზიელების და ევროპელების, ხო. მაგრამ ერთ საკითხი აქვს ალექსანდრეს ცოტა მძიმედ. აბისარის ამბავია გაურკვეველი. ხო, რომელიც კი წამოვიდნენ, მაგრამ ვერ მიაღწიება ანაკამ. ბიჭო, იქ ტაქსილა და ქალაქ ტაქსილაში რო იყო, იმან ელჩები გამოუგზავნა შენსკენო არო, მაგრამ მერე ამან გაიგო რომ პოროსის დასახმარება. მანამდე ორეას ალყის დროს თებში რო ომები ქონდა, იქ იმათაც ვითო მოკავშირეობდა. ანუ ეს აბისარი რაღაცა ისეთი რა, კაცია რა. ხან შენსკენ არის, ხან არ არის შენსკენ. მოთამაშეა. ხო, ჭკვიანი კაცია როგორც ჩანს რა. მაგრამ როგორც ჩანს ინდოეთის პატრიოტია. ხო, ჩვენ ყოველთვის მეორე მხარეს უნდა მივაქციოთ ყურადღება ხო ახლა. ეს პოროსი მაგარი კაცია. აბისარის ამბავია, გაურკვეველი აბისარის ამბავი უნდა გაარკვიოს ახლა, არ ჩანს. არც ელჩები, არც ბრძოლის ველზე მოვიდა, ამფერი არ ჩანს. ამ აბისარის სამეფო უფრო სიღრმეშია. ჩრდილოეთით არის. ჩრდილოეთ ჰიმალაებისკენ. ხო. მოდის ამ დროს ამბავი სისიკოტე გახსოვთ თქვენ, რომელიც პირველად გადავ ჯერ კიდევ ბაქტრიაში რო იყო ალექსანდრე, სისიკოტე იყო ინდოელი. ან მეფე, ან სატრაპი.
პაროპამისადების სატრაპი იყო მაშინ. სისიკოტე იყო პირველი ინდოელი, ვინც ალექსანდრეს ეყო და სისიკოტედან მოდის ინფორმაცია, რომ ასაკენების ტომი აჯანყდა ის მთიელა. ზურგში მაგარი ხალხი. ასაკენების აჯანყება დაიწყო და ალექსანდრე გამორიცხული იყო, იქ წასული იყო, მას ზურგში ყავს ორი ძლიერი სატრაპია შექმნა, ერთი პაროპამისადებში არის ტირიასპეს ფარსელი და მეორე სატრაპია ინდოეთის ეპისკოპოსად დანიშნული არის ფილიპე, მისი ჰეტერი. მათ დაავალა ასაკენების დამორჩილება. ამიტომ არ აყავს ის 120,000 გზადაგზა ტოვებს ძლიერ სამხედრო კონტინგენტებს. ხო, იმიტომ რომ ეს ინდოელები განსხვავებით სპარსელებისგან აჯანყებებს აწყობენ. დაუმორჩილებელი ხალხი. მთიელები მithumedes. ყველგან პრობლემა. არა, აქ არის ბანაკი დაცემული აქვს ორი ქალაქი შენდება. კრატეროს დაავალა ისე ამ ქალაქების აშენება, ძალიან სწრაფად აშენებენ ქალაქებს. როგორ იწყებდნენ კედლებით, ჯერ კედლებს აშენებენ. და მერე შიგნით უკვე მოწყობა და ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. ჯარი დაასვენა. სამკურნალოდ ბრძოლის მერე და ჯარს დასვენება. საინტერესო ამბები ხდება. ამ დროს მოდის მასთან განდარის მეფე პოროსი, იმასაც პოროსი ქვია. ელჩები. ალექსანდრესთან ორჩილების გამოსახატავად. ახლა ვინა ეს განდარის მეფე პოროსი? ამ პოროსის ნათესავია. ბრძოლაში დამარცხებულის, ალექსანდრემ რო დაიმეგობრა. და ნათანათსავია თან ყმარი, მაგრამ ბრძოლის დროს ამ დიდ პოროს უღალატ არ მოეხმარა. დაელოდა ბრძოლის ველს და ახან ალექსანდრე ბრძოლის ბედს, ახან ალექსანდრემ გაიმარჯვა, ახლა ელჩები გამოაგზავნა, რომ შენსკენ ვარ. აფერი არ იცვლება, ხო? მაგრამ ამას გონია, რომ ის დიდი პოროსი რახან დამარცხდა, ალექსანდრე ჩემ ელჩებს კარგად მიიღოს, მაგრამ ეს ელჩები რომ მივიდნენ ალექსანდრეს, ეს დიდი პოროსი ნახეს. დავტატიკა. და ბერძნებმა ეს ორი პოროსი გაყვეხა, ხო უნდა გაყვახარა, ერთ-ეგიო სახელი ქვიათ, მაგრამ ერთს რაღაცა უნდა დაუძახმენ და დაარქვეს როგორ. იმას დაარქვეს პოროს მამაცი და ამას დაარქვეს პოროს მხდალი. აკედონელებმა. პოროს მხდალი და ეს ელჩები გააკვირებულე რომ მიიყვანეს მეფეს და აგერზეს ეს პოროს მამაცი, პოროს დიდი. ძალიან გაუკვირდათ და ალექსანდრემ ძალიან ცივად მიიღო ესე. ელჩებს უთხრა, გადაეცითო მაგ თქვენ პოროსო. თვითონ მეახლოს აქ. არა ათლად პატიოსანი კაცი თქვენ მეფე. და განაძრევა ეს ელჩები. გამოყარა. მაგრამ ნუ ახლა ისევე რჩევა ეს აბისარს რა უყოს. არა ჩანს, არც კარგი ხმა მოდის, არც ელჩები მოდიან, ძალიან საინტერესოა, ცალკე სალექციო თემა არის აბისარი როგორ იქცე, როგორ ახერხებს ამას რა. ხო. ნუ საბოლოო ჯამში ერთი თვე დაასვენა ჯარი, მაგრამ გულში ამოჭრილი აქვს, რომ აბისარის თემა უნდა გაარკვიოს ახლა. მან და მაინც მტრად არ ათვლის, მაგრამ არც მოყვარია მისთვის. ხო და ეს ერთი თვე დაასვენა ჯარი ალექსანდრემ და ამოვიდა დატოვა. ბანაკი ერთი თვის თავზე კრატეროსი არმიის დიდი ნაწილით დატოვა. ამ ორ ქალაქში, ბუკეფალიაში და ნიკეიაში დაავალა რომ გააგრძელა ქალაქების შენობილობა, მაგრამ მობილური რაზმებით დააიძრა აბისარის სამეფოსკენ და მოდით ძვირფას მეგობრებო, ახლა ამ თემაზე შევჩერდეთ, იმიტომ რომ როცა ვყოფთ ამ თხრობას ჩვენს რაღაც ლოგიკა უნდა გქონდეს ახლა.
ჩვენი დღევანდელი მთავარი თემა იყო სახელოვანი ბრძოლა ჰიდასპესთან, სადაც ფანტასტიკურად იომეს მაკედონელებმაც და ფანტასტიკურად იომეს ინდოელებმაც, რაც შეეძლოთ და რაც მთავარია ორი ერთმანეთის ღირსეული მეფე და ღირსეული გმირი აღმოჩნდა და ალექსანდრეს და პოროსის მეგობრობა კიდე ცალკე თემა არის და ცალკე მოვლენა არის, ხო როგორ ექცევა ის თავის ღირსეულ მოწინააღმდეგეებს და ბერძნებმაც ასე გალასარევად შეაფასეს პოროს მამაცი და პოროს მხდალი. ასე რომ ძვირფასო მეგობრებო, მოღალატეები არც ერთ ეპოქაში არ უყვარდათ რა. ერთს რო ღალატობ, მეორეჯერ შეიძლება სხვათაშორის ჩინგის-ყაენს არ უყვარდა მოღალატეებიც. ჯამუხა დაამარცხა თავისი ძმათნაფიცი და მეტოქე ჯამუხასგან რო სარდლები გამოიქცნენ, მის მხარეზე რო გადმოვიდნენ, რა ქნახიც მოხარშა. დიდ ქვაბებს ჩაყარა მოღალატეები და მოხარშა. და აფასებდა ყოველთვის შეუპოვარ მტრეებს, ჯებენოინი გაგვიგია ჩვენთან იყო აქ შემოსული. ჯებენოინი იყო მისი მოწინააღმდეგე და შორიდან ასროლი ის არის დაჭრა ჩინგის-ყაენ და რომ მოუყვანას, მისი ნუქერი გახდა, მისი ყველაზე ერთგული მეომარი გახდა. ასე რომ დიდი პიროვნებები აფასებენ ძვირფასო ქართველებო, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს ახლა, იმიტომ ცოტა უცნაურ ეპოქაში ცხოვრობ. დიდი პიროვნებები ერთგულებას აფასებდნენ და ძალიან არ უყვარდათ მოღალატეები. ამის ნათელი დასტური არის აგერ პოროს მამაცი და პოროს მხდალი. გუბას, სანამ დავასრულოთ საუბარს, რა ბედი ეწიათ ალექსანდრეს მიერ ამ ტერიტორიებზე დაარსებულ ახალ ქალაქებს? მაგალითად, ალექსანდრია ბუცეფალია დღეს არსებობს ინდოეთში? აყვავება ელოდებათ ყველას. მერე ეს ტერიტორია მოგვიანებით დიადოხოსების დროს, დიადოხოსებს ამის კონტროლი უჭირდათ, ძალიან შორი იყო ესა და მერე ბერძნულ-ბაქტრიული სამეფო იქმნება აქ. იქ აყვავების პროცესში შედის და მერე მაურიების დინასტია ძლიერდება ინდოეთში, ბუდისტური დინასტია. აი ჩანდრაგუპტა მაურიას სამეფოში შედის ეს ბუკეფალიაც და ნიკეიაც, მაგრამ აყვავებას განეცდეს. ეს ყველა აყვავებას. ეხლა თანამედროვე ინდოეთში რამე ნაკვალევი ამ ქალაქების არის, ეს პაკისტანის ტერიტორიაზე, ახლა ჩვენ რაზედაც საუბრობთ, ძველი ინდოეთია, მაგრამ სინამდვილეში პაკისტანის ტერიტორიაზე ვართ, ესაა ჰიდასპე. აქ მოხდა და ახლა სხვათაშორის ლოკალიზება ვერ მოახდინეს მეცნიერებმა, ზუსტად სად მოხდა ბრძოლა ხო, იმიტომ რომ ახლა ეს მდინარეები ახლა ტროპიკულ იმაში მდინარეები ხშირად იცვლიან, საწავი და როგორ წავი ვერ მიაგნეს. არის რამოდენიმე მინიშნება, რომ თითქოს იქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ მიაგნეს რა. ბუცეფალია დღესაც არსებობს, აღარ მახსოვს პაკისტანური ქალაქია სახელი რა ქვია, პაკისტანში არის დღესაც არსებობს. ბუცეფალიას ადგილზე რომ ამოვიდა და ეს ბუკეფალა თუ ბუცეფალა იქ დამარხა. საერთოდ როგორც ანგარიშენ 20-ზე ზოგი ამბობს 22 ალექსანდრია დაარსა. გარდა ამისა სხვა ქალაქებსაც აარსებდა ნიკეას, ნიკოპოლისი, ისე ბევრი ქალაქები დაარსა. ამ კაც შეეძლო ყველაფერი. აი რა არ შეეძლო არ ვიცი რა. იმ დროს მანქანა რომ იგეყვანა მაგისტრის 2 დღეში ისწავლიდა მაგისტარებას, რომ ისეთი კაცი იყო ძალიან უცნაური. ამიტომ ასოლისტი და ანაქსარქე რო ეუბნებოდა, რომ ძველი ღმერთები, თანამედროვე ღმერთები ძველი გმირები არიან და დრო მოვა და ალექსანდრესაც გააღმერთებენ, რომ ისტორიოგრაფიაში გააღმერთებულია. აბარა ყველაზე მე რომ მკითხოთ ყველაზე დიდი გავლენა კაცობრიობის განვითარებაზე ხასეთ ბევრი იყო. ბევრი არ იყო რამოდენიმე. მაგრამ ყველაზე დიდი გავლენა კაცობრიობის
განვითარებას და თანამედროვე სახე რო აქვს, ხო ეს საკამათოა, კარგია თუ არ არის, არ ვიცი. ეგ მართლა არის საკამათო. ყველაზე დიდი გავლენა ამ ბიჭს აქვს მოხდენილი ალექსანდრეს. რა თუნდა ამას ლაპარაკი. კაცობრიობის განვითარება განსაზღვრა მაგ კაცმა, მაგ ბიჭმა ახალგაზრდამ, რომელიც, რა ვიცი, 32 წლის ასაკში მოკვდება რა. ასე რომ შემდეგი ჩვენ ლექცია იქნება ისევ ინდოეთში ლაშქრობა, ჩვენ აქ გადავეყრევით ძალიან მაგარ ხალხს, ტომს, ინდურ ტომს, მალებს, სადაც ძალიან გაუჭირდება ალექსანდრეს ბრძოლა. შემდეგი ჩვენი ლექცია იქნება ინდოეთში ისევ ლაშქრობა და დასრულება. შემდეგ იქნება სახლში დაბრუნება, სახლს ის ბაბილონს ეძახეს. მაკედონიას არ ეძახეს. მისი სახლი ბაბილონი. და მერე კიდევ ერთი ლექცია გვექნება უკვე ალექსანდრეს სიკვდილი და მისი მემკვიდრეობა. მადლობა. დიდი მადლობა. საინტერესო იყო. ინდოეთი მართლაც ძალიან საინტერესო ქვეყანა თავის წარსულით. თანამედროვეობითაც რა თქმა უნდა. და მომავლით. ალექსანდრეს კვალი, ხო, და ალექსანდრეს კვალი ამ უზარმაზარ სივრცეში, კულტურულ, გეოგრაფიულ სივრცეში მართლა ძალიან საინტერესო იყო და შეიძლება ჩვენ უმთავრესად შეიძლება ბევრი რამ თუ არა, მრავალი რამ გწოდნოდა დაუშვათ ირანის იმპერიის ტერიტორიაზე მის მოძრაობასთან დაკავშირებით და ინდოეთის ნაწილი შედარებით უფრო ნაკლებად ცნობილია, ამიტომ ძალიან საინტერესოა მოსასმენად. გუბას დიდი მადლობა, მაყურებელს კიდევ ერთხელ. მადლობა ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში, მანამდე კი სანამ გათიშავთ დღევანდელ ლექციას, მაინც დახედეთ ხომ არ გამოგრჩათ მოწონება და თუ ისეთებიც მყავხართ, რომელსაც ჯერ კიდევ არ შემოგვიერთდით ქალბატონებო და ბატონებო. შემოგვიერთდით ერთად ვიმოგზაუროთ ისტორიკოს გუბას სანიკიძესთან ერთად წარსულში. ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია კოკაკოლა.